ყველაზე გემრიელი ჩიზბურგერი არის, როდესაც შენი ხელით არის მომზადებული. რადგანაც მომზადების დროს ხო ნერწყვები გადგება, მაგრამ ჭამის დროს ხო იზელ და იზელ, იმიტომ რომ უგემრიელესია. ამიტომაც ყველა პროდუქტი მოვიმარგე ორნაბიჯში და ეხლა შევდგეთ უგემრიელესი ჩიზბურგერის მომზადებას. პირველ რიგში გავრეცხოთ ყველა ბოსტნეულობა. შემდგომში დავჭრათ ხახვი. ხახვი დავჭრათ რგოლებად, მოვათასოთ თაში და დროებით გადავდოთ. ასევე დავჭრათ რგოლებად პომიდორი. სალათის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და შემდგომში დავაკუცმასოთ. გადავდოთ ასევე დროებით. დაგჭირდება მჟავე კიტრი. მჟავე კიტრი დავჭრათ პატარა რგოლებად. ეხლა კი დაგჭირდება საქონლის ფარში. საქონლის ფარში დავუმატოთ გემოვნებით მარილი და ასევე შავი პილპილი. ყველაფერი კარგად უნდა გადავორიოთ. საბოლოოდ ხელის გულის დახმარებით უნდა მოვაგუნდაოთ. ფარშის გუნდა უნდა იწონიდეს 120 გრამს. მოვაგუნდაოთ და შემდგომში მოვათასოთ ყალიბში. მოვათასოთ საწყობ ქაღალდზე და გადავანაწილოთ ხელის დახმარებით. მიღებული კატლეტები დროებით გადავდოთ. ეხლა კი დაგჭირდება ქვაბი. ქვაბში მოვათასოთ ზეთი. ზეთი როდესაც გაცხელება, მოვათასოთ გაყინული კარტოფილი ფრი. შევწოთ ოქროსფერ ზედაპირამდე. შემწვარი კარტოფილი ფრი გადმოვიტანოთ სალფეტზე, როდესაც შეშრება, შემდგომში გადმოვიტანოთ თაში. მოვაყაროთ მარილი და შემდგომში დავაგემოვნოთ. პარალელურად გავაცხელოთ გრილი ან უბრალოდ ტაფა. მოვათასოთ კატლეტი. შევწვათ ოქროსფერ ზედაპირამდე ჯერ ერთ მხარეს. სანამ პირველი ზედაპირი დაიბრაწება, მეორე მხარეს მოვაყაროთ ხახვი. შემდგომში ამოვატრიალოთ და ხახვთან ერთად დავბრაწოთ ოქროსფერ ზედაპირამდე. საბოლოოდ კატლეტების ზედაპირზე მოვათავსოთ მდნარი ყველი. როდესაც მდნარი ყველი დაადნება კატლეტებს, ერთი მეორეზე გადმოვიტანოთ კატლეტები. გადმოვიტანოთ ცალკე ლანგარზე, რათა ხორცმა დაისვენოს. იმავე ნამწვავზე გავხუღოთ ბურგერის პურები ორივე მხარეს. როგორც კი გაიხუხება ჯერ ერთ მხარეს, ამოვატრიალოთ და ცოტა ხნით მეორე მხარესაც გავხუღოთ. გახუხული პურები გადმოვიტანოთ ცალკე ლანგარზე. ფუნთუშების ერთ ზედაპირზე მოვათასოთ კეჩუპი. გადავანაწილოთ თანაბრად. მეორე ზედაპირზე კი მოვათასოთ მაიონეზი. მაიონეზის ანალოგიურად გადავასწოროთ თანაბრად. კეჩუპის ზედაპირზე მოვათასოთ სალათის ფოთოლი. სალათის ფოთოლის ზედაპირზე კი მოვათასოთ უკვე პომიდორი. საბოლოოდ მოვათასოთ ორმაგი კატლეტი და ასევე ცოტაოდენი მჟავე კიტრი. დავაფაროთ მეორე ფუნთუშა და გავუკეთოთ ჩხირი. ჩიზბურგერები გადმოვიტანოთ სერვირების თეფშზე, მოვათასოთ ყველის соуსი, ასევე კეჩუპი და მოვათასოთ, რა თქმა უნდა, შემწვარი კარტოფილი ფრი. აი ესეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ჩიზბურგერი გამოგვივიდა. აუცილებლად სცადეთ, არენანებთ, ნამდვილად გემრიელია.